რატომ გირთულდება პრობლემების გადაჭრა და ნეგატივის მოშორება? ოდესმე შეგიმჩნევია, რომ როდესაც გადაწყვეტ საკუთარ თავზე მუშაობას, პრობლემების გადაჭრას ან ნეგატივის გაწმენდას, ყველაფერი ირევა. ცდილობ ტოქსიკური მენტალური ან ენერგეტიკული პროგრამის დამარცხებას. იწყებ პრობლემაზე მუშაობას და თითქოს სამყარომ შენს წინააღმდეგ პირი შეკრა. თითქოს ადამიანები გებრძვიან, ყველაფერი აგვიანებს. გონება გაქვს დაბინდული, თავს გრძნობ გატეხილად და გამოფიტულად. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პრობლემა, ვალი, ტრავმა, პარაზიტი, ჯადო, წყევლა თუ სხვა სახის ნეგატიური ენერგიის ფორმა. ჩათვალე სანამ ის არსებობს, მას აქვს გავლენა შენზე და ის არის ბატონი. როდესაც შენ ცდილობ ტრავმის განკურნებას, ნეგატივის მოშორებას ან პრობლემის დაძლევას, ამით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნი ნეგატიურ ენერგიას. რა თქმა უნდა, მას არ სურს შენზე გავლენის დაკარგვა და მით უმეტეს არ სურს სიკვდილი. ამიტომ ის იწყებს ბრძოლას. შფოთვა, გადატვირთვა, შიდა ქაოსი. ეს ყველაფერი მისი თავდაცვითი მექანიზმებია. უარყოფითი ენერგია იკვებება შენი ყურადღებით, შიშით, ნერვიულობით, ჩვევებითა და ბრაზით. ასე რომ, როდესაც ცდილობ განკურნებას, არ გქონდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების მოლოდინი. ეს ომია. ომი მტერთან, რომელიც შენში ცხოვრობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.